გამთვერი გუში. სოაზ. იბან. დიდი არაფერი ვერ მარილი. ადრე უეთესი იყო ბევრად, მოცილებით. დავაყოლეთ მე ლოგოგინები. ესეა მიღებული თურმე. აგერა შენსა. იგი ვალდა. გალინა ერთ. მეორე დიდებული ქალი. სიალას ვინა გითხრა. შე რა შევა შახტიორი? რამდენი? ესე კი ვერ გვეწევა. კარგია. ვისთან? გამოგივლი. აი, მოგინათ. მოგინათ. კარგი. აბეჭდე მასალები. რატომ? ავის მას ხომ ასრებ? ვინ მელოდება? არ უთხარი მე თათბირზეა დასულიო? აინც მელოდება? ვინ არის ის ხომ არ არის მასავლებელი? არასოდეს არ ყოფილა. აი შემოუშვი. შემოუშვი. მასალები დაბეჭდი სასაბუთო დღესვე შემომიტანე. გამარჯობათ. კარგია. გისმენთ. მე გული მткиო. რა? გული მткиო. მე რა ექიმის კაბინეტია, პოლიკლინიკაა თუ რა? მიბრძანეთ აგერ. მეცხრე საავადმყოფოა და მოგარჩინე. მე არც მეთხოვია თქვენთვის დახმარება. აბა რა გინდათ? მაინტერესებდა რას მეტყოდით. ქვეყნად ყველაფერი მარტივადაა. ერთნი იმის გაგებაზე რომ გული გტკივა. ერთ ჭიქა წყალს მაინც მოგაწვიან. მეორენი კი მაშინვე იმას ამობენ. მე რა ექიმი ვნახეთ. მე არ ამცალია თქვენი ფილოსოფიის მოსასმენად. თუ კონკრეტული საქმე არა გაქვთ რამე? მაქვს.
საიდუმლო მინდა გაგანდოთ. იცით? უკაცრავ. მაქსკამს ფეხი აქვს მოდეხილი. იქით ხომ არ გადაბრძანდებოდით? არა უშავს. ახლოდან იცით უფრო კარგად. მისმენთ. იცით, მე ჟირაფის წრემლი ვარ. რა ხართ? ჟირაფის წრემლი ვარ. აი, როცა ტირის, მეგობარო, ძალიან გთხოვთ, კონკრეტულ საკითხზე მელაპარაკეთ. თუ საქმე არა გაქვთ, რამე გთხოვთ მიბრძანდეთ. ეგ რაღაც ჟირაფები, წრემლები ჩემს კომპეტენციაში არ შედის. წდებით, შედის. როცა ტირის, ჟირაფი თავს დაბლახრის მაშინ. მაგრამ ხანდახან როცა ჟირაფს სხვაზე შესტკივა გული, ეს დაიმახსოვრეთ, როცა სხვაზე შესტკივა გული, მას ავიწყება თავის დაბლა დახრა. და მაშინ მოსწდება წრემლი, წამწამს. მოდის და გავარვარდება და როცა დაეცემა მიწას, იქცევა კაცად და დადის მერე ჟირაფის წრემლი. და დადის მერე. უგასრავთ, თქვენ თავით ხომ არ გტკივათ? კი, ტკივა. იმ სიმაღლიდან რომ ჩამოვარდები, არ შეიძლება თავი არ გეთქმის. მე შენ რა შუაში ხარ რა? ნება მომეცი შენობით მოგმართო. ასე ჯობს. მას შემდეგ, რაც ჟირაფის წრემლი გაჩნდება, მას გულის ტკივა. და მხოლოდ მაშინ ეშველება, როცა შენაერ კაცს შეეწოდება. შენმა ბევრჯერ შეგვხვედრივარ. ამ ცოტა ხნის წინ წვიმაში გაწული ზაღლი ვიყავი და შენ წიხლით ჩამაზილე. ეგ სად იყო? ვაკეში, უბრალოდ ვაკის პარკთან. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? შემდეგ თოთმოთეხილ ხედაც გადაგიდექი, შენ რომ მანქანით მოსრიალებდი. მათხოვარიც ვიყავი ამ ბოლო დროს და წინ დაგიდექი. რუსთაველზე. ხო, თუნდაც რუსთაველზე. და შენ იმის მაგიერ რომ 20 კაპიკი მოგეცა, მითხარი. ახლა ამას ფული რომ მისცე, წავა და გასკდება. გოგიას გადაეცი, რომ მეორედ ჟირაფებს და კრაკადილებს ნორა გაომიგზავნეს. და საერთოდ მაგ კაცს შემგან აღარაფერი არ ერგება. არ გამიხსნეს აქ ზოოპარკი. კიდევ რამე? რადვიად ხდება თქვენთან ყველაფერი. აი ეგ პაკეტს. მის მეორეს გამორჩა. ეს კი ვისწავლე, რაც შენაერებთანაა. თქვენთან ყველაფრის თავით და ბოლოს ესაა მხოლოდ. არ ვიცნობ მე იმ შენ გოგიას. შეიძლება. რა უცნაური ამბავი მოხდა. გოგია ჩემი ძალიან ახლობელია. უკვე 2 თვეა ბუდებს ეს ქაღალდები წასაღებად. აი. ეტყო ვერ მოიცალათ, რემ. ისიც თქვენსავით ხუმარა. არა ვარ მე მილიციიდან. მოგეშინია. რომ იცოდე როგორ მეცოდები.
მე კი მიყურებ, მაგრამ ვერ ამხედავ. ძინავს შენს გულს. აბა მოიგონე, თითი ხომ გაკაწვრია. ასე სხვასაც ტკივა. აბა დაფიქრდი, თქვი გონებაში, ან თუნდაც ხმამაღლა. ამ კაც გულის ტკივა. კაც გულის ტკივა. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ერთი კვირა ერთ საქმეზე ვფიქრობ. არც ნათესავია ჩემი, არც ახლობელი. ამ ფიქრში ვარ და იმიტომაც ვერ გავერკვი. სად არ ვიყავი, მაგრამ ძალიან გახარებული ვარ. გონი გამოდის. ჯერა. შენს თვალებს რომ უყურებ, ჯერა, რომ მართლა შეიძლება შეგეცოდოს ვინმე. და ჯილდო შენ სასწაულს იხილა. მე თანამიგზნობ თუ სხვა სულ ერთია. სასწაული მოხდება მაინც. ჟირაფის ცრემლი იქცევა ყვავილად. აქ დავდგები. მე ვგზნობ, რომ უკვე მზად ახარ. შენ შეიცოდებ იმ კაცს, მე ვიქცევი ყვავილად. შენ კი ისევ ადამიანი გახდები. კარგია იყო ადამიანი. კვლავ დაინახა მზეს, ივლის წვიმაში, ირბენ, იმღერებ. შეიყვარებ ჩიტებს, ყვავილებს, ბავშვებს და ცაში ზერას შეგიყვარდებ. ახლა კი ყველაზე მთავარი და ყველაზე სევდიანი საიდუმლო მინდა გაგიმხილო. ჯერჯერობით არც ერთი ჟირაფის ცრემლი არ ქცეულა ყვავილად. უგაცრავად. ახლავე იმ კაცს მოვაყვანინებ. ვანოსოს სასრაფოდ. ვანოსოს სასრაფოდ. გამარჯობა. გამარჯობა. მე ჩემი თავი შენს დივანს აჩუქე. ვიცი, ადრეც გიჩუქნია ყვავილები, რადგან ეგრეა მიღებული. არც დაფიქრებულ ხარ, რომ მას სიამოვნებს ყვავილის სურნელი. ორა კარგია, ვიქნები ყვავილი და ვაფრქვევ სურნელებას. თქვენ როგორ ფიქრობთ? აქ კარგად გავარ? კი. არ იქნებ წინ წამოსულიყავი ცოტა. უკეთესი ხომ არა თქვენმა მდივანმა, თქვენს მაგიდაზე რომ დამინახოს პირველად ყვავილად ქცეული. რაღაც გონი აგვიანებენ, წავალ დავაჩქარებ. ხომ მართლა კარგად დგავარ აქ? შესანიშნავად. სადა ხართ აქამდე? ეს ვიოლა სად დაიკარგა? ცუდად გახდა და წყლის დასალევად. ყველა გიჟი და გადარეული მე რომ უნდა შემომიყვანოს აქა. თქვენ სადღა ხართ? რა ვიცი, მოვდიოდი. რას მოდიოდით? 2 საათს მოდიოდით? მოვიცვლი და გაგხლით ყველა სამსახურიდან. ვიოლა შენც და ამას ვანოსაც. ამ ჟირაფს კიდო მიუჩენ თავის ადგილს. ხო კარგი.
მარჯვნიდან მოული. შენსკენ თუ წამოვიდა დაარტყა მეგრევე. არ შემეწი. მაგ სიტყვას ამოგაღებინებ ლექსიკონიდან. მოემზადე? შუმად, შევდივარ. სად გაქრე? შემოდით. არ არის ეგ მანქანა განკუთვნილი ბაზრისთვის. ეს არის სახელმწიფო მანქანა, დაიმახსოვრე. აქამდე რა იყო არ ვიცი, ეხლა იქნება ესე. ვინ მოსამსახური? არა იყვნენ, ნუ აიყვანენ, ნუ ჩამაცივდები ეხლა. გული მტკივაო? ვის? მოსამსახურეს? დამიგდე ყური? არსად არ გაუშვო, თუ შეძლებ, გააჩერე, როგორმე ეგ ხალი მე მწუთში მოვა. ხოციალა, ჰოგენაცო. სად უნდა წასულიყო? არა, ორი აზრი არ არსებობს. მაგი გადაძვრებოდა ფანჯრიდან. წერს არის ბარსა. შენ გამყოფილების გამგესუთხარი ხვალ ამოვიდეს. მაგრამ ახლა მეექვსე სართულიდან როგორ გადახდებოდა? ეხლა კიდევ ეს მოსამსახურე. იმასაც გული დგება. რაღაც ამბავია. ყოველ შემთხვევაში ერთმანეთთან კავშირშია. ვისაც რამე ტკივა დააწუხებს საეჭვო ხალხი.